რისთვისაც შრომობენ სოფიო და შაკო. გავაგზავნეთ მოდი. ხო, ეხლა კი მინდა ჩვენი სტუმრები მოვიწვიო სტუდიაში, ესენი არიან ბატონი ბუბა, კუდავა და დიახ შემობრძანდით. ზვიად ყორძაძე მობრძანდით ბატონ ბუბა, ცოტა ისეთი ქაოსია დღეს ჩვენ სტუდიაში, მაგრამ დაბრძანდით. ამასობაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბატონ ბუბას უკვე ყველა იცნობს, იმიტომ რომ ჩვენი ისეთი ხშირი სტუმარია თავისი საქმიანობის გამო. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ პროექტზე, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების გაზრდა, საზოგადო მოაცა ხელნაწერის გაცნობა და ელექტრონულ სივრცეში გავრცელება. ამაზე უნდა ვისაუბროთ დაწვრილებით. დაბნეული სახით მიყურებთ, ხო არ გინდათ თქვენც რამე? არა, რაღაც ისე გარემოში მოვხვდი. დიახ. ამიერიდან ვისაც მოსწონს ილიას, აკაკის, ვაჟას, გალაქტიონის ხელწერა შეეძლება, რომ ამ ხელწერით ისარგებლოს ელექტრონულ სივრცეში. ამაზე ისაუბრებს დღეს ბატონი ბუბა და ჩამოტვირთოს თავისუფლად, ისე რომ აღარ ქონდეს არანაირი დაბრკოლება. აი როგორ მოხდება ეს ბატონო ბუბა და იდეა საიდან გაჩნდა და მოგვიყევით ამ პროექტის შესახებ? დიახ, ზოგადად ჩვენ რამდენიმე წელია მუშაობთ სხვადასხვა დაწესებულებებთან ერთად, რომ შეიქმნას თანამედროვე ქართული შრიფტის ლაბორატორია. ამაზე გვაქვს გარკვეული შეხვედრები სხვადასხვა სამხატვრო აკადემიასთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სოხუმის უნივერსიტეტთან და ერთობლივად ასეთი ლაბორატორიის ჩამოყალიბებას ვცდილობთ, რომელსაც ძალიან დიდი მიზნები აქვს, რომ მოაწესრიგოს შექმნას ახალი შრიფტები, მოაწესრიგოს საერთოდ ამ სფეროში მიმდინარე პროცესები, როგორც გრაფიკული თვალსაზრისით, ისე პროგრამული, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. ეს ძალიან დიდი პროგრამაა და ძალიან დიდი დაფინანსება ჭირდება, ვიდრე ამ საშუალება იქნება. დაიბადა იდეა, რომ რაღაცა პატარ-პატარა ესეთი პროექტები გაგვეკეთებინა. კონკრეტულად ეს ინიციატივა ეკუთვნის მუსიკოს ნიაზ დიასამიძეს, რომელიც არის საზოგადოებამ ნაკლებად იცის და ასე ვთქვათ, წარმოშობით არის გრაფიკოსი. მართლა, ასვერცები. არქიტექტურა აქვს დამთავრებული, თუ სწორად მახსოვს. ეხლა ძალიან დიდი ესე ვთქვათ, დამოკიდებულება აქვს ამ ქართულ ანბანთან და ქართულ ხელნაწერ მემკვიდრეობასთან. და გაჩნდა ასეთი ინიციატივა, რომ შეგვექმნა თანამედროვე შრიფტები ცნობილ ქართველთა ავტოგრაფების. ძალიან კარგი იდეაა, ძალიან კარგი იდეაა. ეს ინიციატივა ავითაცეთ, ასე ვთქვათ. მეგობართა ჯგუფი შეიქმნა. შეიქმნა მეგობართა ჯგუფი, მეგობართა საზოგადოების აქტიური წევრია ბატონი ზვიად კორზაძე ადვოკატი, მან მხარი დაგვიჭირა ამ პროექტის განხორციელებაში. ჩვენ თანამშრომლობთ ძალიან აი ჩვენ ხედავთ ეკრანზე ახლა რამოდენიმე შრიფტს. დიახ, კალიგრაფთან თანამშრომლობ და მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული კალიგრაფი არის ახალგაზრდა კაცი დავით მაისურაძე, რომელიც ამავდროულად ერთი ეს ნიჭი ხო აქვს კალიგრაფიის და ამავდროულად ქმნის თანამედროვე შრიფტებს. აქვს ეს ცოდნაც და ეს უნარიც და აი სწორედ მან ხორცი შეასხა ამ ჩვენს იდეას და ინიციატივას, შეიქმნა 10 ცნობილი ქართველის შრიფტი, ეს არის ილია, ვაჟა, აკაკი, გალაქტიონი, სულხან საბაოდელიანი, ივანე ჯავახიშვილი, დავით გურამიშვილი, ამბროს ხელაია, ზუარ საბანდრომიკაშვილი. და იდეა არის ის, რომ ეს იყოს ხელმისაწვდომი. სულ რამდენი ადამიანია ბატონო, რამდენი ჩვენი ქართველი ცნობილი ადამიანი შრიფტია ჩემო? ამ ეტაპზე 10 შეიქმნა, თუმცა სამომავლოდ ეს მიმართულება სია გაიზრდება. ბატონო, თქვენ კონკურსით გქონდათ ძალიან საინტერესო ეს კალიგრაფისტა და ხო არ იქნება იმის გამარჯვებული და უშუალოდ გქონდათ ეს პროექტიც, რომ დაგესაქმებინათ მე შემთხვევაც იყო ასეთი. ხო არ იმუშავებს ამ პროექტზე რომელიმე კალიგრაფისტი იმ პროექტიდან? დიახ, აი ახალგაზრდების დაინტერესების ერთ-ერთი კალიგრაფისტი სწორედ მუშაობს ამ პროექტზე, მისი შექმნილია ეს დავით მაისურაძის და საერთოდ როდესაც ვამბობთ პრაქტიკულ მხარეზე, ვთქვათ, აი კალიგრაფიის კონკურსისა, მაშინ ჩვენ რამდენჯერმე ვახსენეთ, რომ ერთ-ერთი მიმართულება შეიძლება გახდეს, რომ შეიქმნას კალიგრაფიული შრიფტები, თანამედროვე კალიგრაფიული შრიფტები, ძველი კალიგრაფიული შრიფტები და ეს აი ამ დიდი, ასე ვთქვათ, პროგრამის ნაწილია. აქ ესე იგი ხაზი უნდა გაუსვათ, ეს კონკრეტული ფონტები შეიქმნა
ცნობილი ადამიანების ხელნაწერების მიხედვით. მართალი გარკვეული სირთულეები არის, მაგალითად შეიძლება ერთი და იგივე ასოს, ერთი და იგივე მოღვაწე ორჯერ სხვადასხვანაირად წერს, მაგრამ საერთო ნიშნების ამოღება მაინც შეიძლება და მართლაც არაჩვეულებრივი პროდუქტი შეიქმნა ეს პრაქტიკულად, გარდა იმისა, რომ საინტერესოა და სასიამოვნოა და ემოციურად, ძალიან სეფია შტამეწავია, წმინდა პრაქტიკული დანიშნულება აქვს ამას, რა თქმა უნდა. აი, ვისაც მოუნდება, რომ ეს ფოტო ჩამოტვირთოს, როგორ უნდა მოიქცეს? ჩვეულებრივად პრეზენტაცია იქნება ჩვენ 2 მაისს და თავისუფლად იქნება ეს საიტი ჩვენთან განთავსებული, მანუსკრიპტი არის ჩვენი საიტი, შეუძლია ჩამოტვირთოს და დააყენოს ჩვეულებრივად ესე როგორც. როდის იქნება პრეზენტაცია? 2 მაისს იქნება. თქვენთან ინსტიტუტში. დიახ, ამაზე უფრო დეტალურად. მანამდე არ შეიძლება. არსებული შრიფტი? ვერ გიცანით. მეც ვერ ვსვამ ჩემთვის ვართალი გიცანი. ეს მხოლოდ ორი რიცხვის შემდეგ გახდება შესაძლებელი. მანამდე არა, ხო? მანამდე ახლა საპრეზენტაციო მზადება გვაქვს და დიახ, ყველას ნებისმიერს შეიძლება. იდეა სწორედ ეს არის, რომ მოხდეს პოპულარიზება ზოგადად ამ კულტურისა და რაღაცნაირად სტიმულირება მოვახდინოთ იმისა, რომ ქართულ თანამედროვე შრიფტებს მოდი ვთქვათ სიმართლე, აკლია დეკორატიული შრიფტები, ლამაზი შრიფტები, პროფესიონალური შრიფტები ბევრია, მაგრამ პროფესიონალური ასეთი ლამაზი შრიფტი გვაქვს და კალიგრაფია და ხელწერა. მომავალში ჩვენ გვინდა შეიძლება ცნობილი მოღვაწეები არ იყვნენ, მაგრამ ძველი ხელნაწერების მიხედვით შეიქმნას შრიფტები, კალიგრაფიული შრიფტები. სხვათა შორის ძალიან ცუდად გვაქვს საქმე ასომთავრულში და ნუსხურში. ლამაზი და ესეთი დახვეწრილი შრიფტები თითქმის არ არის და ესეც ცალკე მიმართულება. სხვათა შორის ისიც მინდა დავაანონსო, რომ მომავალში გეგმავთ თქვენ ასე წარმოიდგინეთ და დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის შრიფტების შექმნასაც. მართალია გვაქვს ამის ხელნაწერები? სწორი კითხვა, ჩვენ გვაქვს ძალიან ცოტა მასალა. რამდენიმე ხელმოწერა მეფეების ხელრთვა, ასე ვთქვათ, რეზოლუცია, მაგალითად თამარ მეფე წერს ერთ-ერთ ციგერში ესე მანდატურ თუ ხუცესისაგან შეწირულ განაჩენით, ჩემგანცა მტკიცია. აი ახლა ამ ფორმულაში აზრებში ფრესკებზე არა გვაქვს არაფერი შემონახული. მათი ხელით შესრულებული არის აი რამდენიმე ნიმუში და შეიძლება ყველა ასო იქ არ იყოს, მაგრამ იმის მიხედვით რაც არის აღდგენა შესაძლებელია. გაკრულია ეს ხელი, მაგრამ მაინც შესაძლებელია რეკონსტრუირება და ასე ვთქვათ, მართლა საინტერესო მიმართულებაა. ჩვენ ხშირად გვავიწყდება როგორი მდიდარი სადამწერლობო კულტურა გვაქვს. რა საინტერესოა. თანამედროვეობაში ვერ ვიყენებ. და ეხლა ძალიან ცოტა აფორტი მომავალში შემეძლება მოგწეროთ დაუშვათ თამარ მეფის ბატონობა ელექტრონული წერილი, მოგწეროთ თამარ მეფის შრიფტით, ეს ძალიან კარგი. ნანიკო, შენ ვისი ხელნაწერს აირჩევდი რით მომწერდი? მე ვაჟა-ფშაველას ფონდს. ვაჟა-ფშაველა არც მეტი არც ნაკლები. არა, მე თამარ მეფე მირჩევნია. ძალიან კარგ საქმეს აკეთებ. ამ შრიფტებს რო ვახსენეთ, რომ პრაქტიკული გამოყენება ექნება. რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივი ტექსტებისთვის არ არის ჩვეულებრივად წიგნების საწყობად, მაგრამ ისეთი ადგილების, ისეთი მონაკვეთების, ისეთი გამოცემების მომზადება შეიძლება ამ შრიფტების მიხედვით, რომელიც ეთანადება, ვთქვათ, აი სტილის მიხედვით. აი თქვენ სწორედ თქვით, შეიძლება ვიღაცამ სასიყვარულო წერილი გააგზავნოს, რომელიც რა თქმა უნდა, გურამიშვილის ხელით სასიყვარულო წერილს რომ მივწერ ვინმეს. პოპულარული გახდეს, რომ ჩვეულებრივი დოკუმენტები, რომელსაც მუშაობისას ვიყენებთ, წერთ ხო რაღაც კონკრეტული შრიფტით. შეიძლება ვიხმაროთ კიდეც, არა, ყოველდღიურ ხმარებაში. ზოგიერთი კი, ახლა ეს კონკრეტული ათი შრიფტი ვერა, იმიტომ რომ ძალიან დეკორატიულია და სპეციფიურია უფრო. დეკორატიულია, დიახ, მაგრამ აი კონკრეტული, აი ვთქვათ, რომელიმე დაწესებულებას აქვს განსაკუთრებული დღე, ვიღაცას აჯილდოვებენ, რაღაცა მემორიალური დოკუმენტი იქმნება. ყველას აქვს სურვილი, რომ რაღაცა ორიგინალურად გაფორმდეს. და ესეც საქმეში ივანე ჯავახიშვილის შრიფტი არის არაჩვეულებრივი, ძალიან დეკორატიული. ძალიან მნიშვნელოვანია. ბატონ ბუბა, ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებთ. ხშირი სტუმარი ხართ ჩვენი და ეს ერთ-ერთი მათგანია. 2 მაისიდან ჩვენ შეგვეძლება იმის შემდეგ, რაც პრეზენტაცია შედგება თქვენთან, შეგვეძლება ამ სხვადასხვა ჩვენი სასიხადულო მოღვაწეების ხელით მივწეროთ ერთმანეთს და ვისარგებლოთ ელექტრონული ვარიანტებით, რაც ძალიან კარგია, წარმატებას გისურვებთ. გადაცემის შემდეგ ნაწილში კი უკვე უნგრული ანტრიკოტით და არ ვიცი სადაური წარმოშობის ნანიკოთი დაგიბრუნდებით. ორივე შედეგი უკვე სახეზე გვექნება სულ რამოდენიმე წუთში. რეკლამა ძალიან მალე გავა, როგორც ნიკოლოზი იტყოდა.